შეხვედრის შესახებ გისმენთ. დავიწყოთ? ხო, დაწყეთ და შემდეგ მიგადევავთ. დაწყეთ. მაშინ არ მოვწევთ. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დღეს გქონდა ძალიან კარგი შეხვედრა შიდა კარში, გორში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდით ჩვენი პარტიის აქტივს, ვისაუბრეთ არჩევნების საკითხებზე, ასევე სხვა საკითხებზე, რომელიც არის აქტუალური საზოგადოებაში დღეს. კიდევ ერთხელ ჩვენ ანალიზი გავუკეთეთ, ასე ვთქვათ, მიმდინარე სიტუაციას, მოვლენებს, როგორც ვითარდება დღეს ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, არამედ სოფლიოში და რეგიონში თუ შეიძლება ისწავლეთ. დღეს მოგესალმებით, კარგად, ძალიან რთული ვითარება, მეგობრებო, მთელ სოფლიოში. მე გასაგებია ამ თემაზე ვისაუბრებ, მაგრამ დღეს დაავიზდა ხალხს, რომ ზოგიერთს დაავიზდა, რომ სოფლიოში არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გარემო, უსაფრთხოების გარემო და პოლიტიკური გარემო. ის წესრიგი, რომელიც არსებობდა სოფლიოში, ეს წესრიგი ირღვევა დღითი დღე და ახალი წესრიგი ჩვენ არ ვიცით, როდის ჩამოყალიბდება, საერთოდ რა კონფიგურაცია დაждდება საბოლოო ჯამში, არავინ არაფერი არ იცის. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის. მაშინ შემდეგ რაც ომი დაიწყო. ამობერო 200 მილიარდი დოლარი არის დახარჯული რუსეთის მხრიდანაც და ანუ ეხლა დამატებით ამერიკისგან იცით ინფორმაცია რომ დამატებით 50-60 მილიარდი არის გამოყოფილი, გამოიყოფა და ეს ომი გრძელდება. კაცმა არ იცის როდის დასრულდება ეს ომი. ის საფრთხე რომელზეც ჩვენ საუბრობდით საზოგადოებაში რომ არსებობს რეალური საფრთხე ამ ომის გადმოტანის ჩვენს ქვეყანაში, ეს საფრთხე არსად არ წასულა, მეგობრებო. აი ეს უპასუხისმგებლო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ჯერ კიდევ მაშინ ომი როცა დაიწყო უკრაინაში, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში და გადმოიტანთ ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს მინდა მიმართო. რომელი იქნება საერთოდ პასუხისმგებლობის ამღები ქვეყანაში, რომ სიტუაცია ისე არ განვითარდეს როგორც დღეს არის, ხო? თუ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის ქართული ოცნება. თუ ვინმე არის, ასე ვთქვათ, შემძლე აი ამ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ქართული ოცნება, მეგობრებო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყოველი მმართველის დროს სამწუხაროდ საუბედუროდ გადახეთ 30 წლიან ისტორიას. ამაზე უნდა ვიფიქროთ, ამაზე უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი გმირი ჯარისკაცი პოლიციელების განადგურება და ჩვენი მოქალაქეების განადგურება, მათი საცხოვრებელ სახლების და ამ შემდეგ. ამიტომ საკითხი არის ძალიან სერიოზული სიტუაცია სოფლიოში. გადახეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს გულისხმობ და მიმდინარე საომარ ვითარებას. გადახედეთ რა ხდება ირანსა და ისრაელის შორის. სიტუაცია არის ფეთქებად საშიში. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. პირდაპირ საუბრობენ როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო, ასევე რუსეთი საუბრობს პირდაპირ მოხდება დემონსტრირება, ასე ვთქვათ, ბირთვული შეარაღების თაობაზე და ამ დროს ჩვენ დროს ხარჯავთ შიდა, ასე ვთქვათ, რაღაც გინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დაუშვებს ქართული ოცნება არავითარ დესტაბილიზაციას. ყველამ კარგად დაიმახსოვრეს. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში და არჩევნები უახლოვდება, კეთილინებოს ყველა მშვიდად, წნარად, დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ბატონო ირაკლი, გამჭვირვალობის გამჭვირვალობის კანონის მეორე მოსმენა იწყება მომავალი კვირიდან. ეს პროცედურა ითვალისწინებს მუხლობრივ განხილვას და ამ განხილვაში მონაწილეობის მიღება მოუწევს ოპოზიციასაც. როგორ ფიქრობთ, წარმოადგენენ თუ არა ისინი არგუმენტებს? მადლობა შეკითხვისთვის. მე წინაზე თქვი და გავიმეორებ. გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, მას და ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთოდ დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ეხლა რამდენიმე საჯაროდ მინდა კითხვა დავსვა და თქვენც მინდა მოგმართოთ.
არის თუ არა მოსაწონი, როცა აი ცნობილი დიდი NGO-ები ვინც არიან, იღებენ დაფინანსებას ჩვენს მეგობრებს. და მე ღიად გამოვხატავ უკმაყოფილებას. მე არაერთხელ მithქვამს მათთვის პირდაპირ, რომ არ მოგწონს ჩვენ, რომ თქვენი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები აფინანსებენ აი ამ რადიკალური დისესრიგის მქონე არასამთავრობოებს. ერთუთი კი, თუ საქმეს აკეთებენ. თუ დამამთავრებინებ და ამ რადიკალურად ნუ მოიქცევით, მადლობელი დავჩები. დამამთავრებინე და კითხვაზე გიპასუხებთ. ჩემი პოზიცია იყო და არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მიუღებელი, როცა ეს ფული მიემართება აი დესტრუქციული, ანარქისტული, რაღაც ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის. როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის. აღარ გავიმეორებ ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა, რა თქმა უნდა, ეს ცნობილი ორგანიზაციები, ვინც არიან აგრესიულად გამორჩეული, იგივე სირცხვილია, იგივე სხვა ორგანიზაციები, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ შემდეგ თავრობის წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ. შემოქონდათ შფოთვა, ეს არეულობა, ქაოსი. ეს მიუღებელია, მეგობრებო. ეს არის მიუღებელი. ესეც მიუღებელია. ყველაფერი, მე გეტყვით. თქვენ რა ის ვარ დამიფიქსირებული. ჟურნალისტიკა გადავნოთ. ხო, კარგად უნდა ვადევნოთ. მე ერთი რამ მინდა თქვა. ჩემთვის მიუღებელია, როგორც მოქალაქისთვის. მიუღებელია ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართული არის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ ეს ფული ხმარდება, ასე ვთქვათ, არ ვიცი, კეთილ საქმეებს და ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამის. მე რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. ძალიან ბევრი NGO ვიცით, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება მართლა კარგ საქმეს აკეთებს და მე მივესალმები მათ საქმიანობას. პირიქით. არიან ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ, არ ვიცი, იგივე თუნდაც შეშმო პირთა უფლებების დასაცავად სხვა ორგანიზაციები არსებობენ. მე მათზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ შენიღბული ორგანიზაციები, რომლებიც არიან ფაქტიურად, de facto, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიის, ყველაზე რადიკალური პარტიის წარმომადგენელი სატელიტები. რა თქმა უნდა, მათი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე და ისინი ახდენენ დისკრედიტაციას, აი ასეთი ორგანიზაციები ახდენენ დისკრედიტაციას სხვა არასამთავრობოების. ეს არის პრობლემა. ისინი ახდენენ დისკრედიტაციას, მათ შორის ჩვენი მეგობრების, ჩვენი პარტნიორების, სახელმწიფოების და ჩვენს ურთიერთობას აზიანებენ. მე ამაზე მქონდა საუბარი. მე გეტყვი თავს. ჩვენ ხედავთ ასობით 1000 სტუდენტს, მოქალაქეს, რომლებიც ყოველდღიურად აპროტესტებენ რუსულ კანონპროექტს. რას აპირებთ? ჩემ პასუხი შემდეგი. ხელისუფლება არ გვისმენს ვამბობენ. ბატონო, გარდა ამისა, ვისმენთ უმწვავე შეფასებებს ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. არ აპირებთ, ან იგნორს უკეთებს ქართული ოსნება ყველას და ყველას. დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, მეგობრებო. დღეს ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია. ყველა მოქალაქეს, რა თქმა უნდა, აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი, პროტესტი და ამავდროულად. ამას მთავრობა და ხელისუფლება, რა თქმა უნდა, იცავს ყველა ამ ადამიანის უფლებას და ასეც იქნება მომავალში. თავარი მინდა თქვა და თქვენ ახსენეთ ახალგაზრდები და მინდა ახალგაზრდებს მივმართო. თუ ვინმე რომელიმე მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ მოიტანა მართლაც ხელშესახები ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესი და შედეგი. ვინ არის ეს ზალა? ეს არის ქართული ოცნება, მეგობრებო. აი გეტყვით ხა? კარგი, მადლობა შეგიტყვის. ერთი წუთი. ნერვიულობთ, არა. თუ ვინმე რაიმე გააკეთა, ეს არის ქართული ოცნება. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება. უვიზო რეჟიმი ჩემი წინაპრემიერობის მინისტრობის დროს დაიხურა აი საკითხი და მაშინ გამოცხადა, რომ ქვეყანა მიიღებდა უვიზო რეჟიმს.
ამ ახალგაზრდებს მინდა მივმართო და თქვენ ყველა შეგახსენოთ. არ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო. 2012 წლამდე მარტო ელიტა მოგზაურობდა ევროპაში. მხოლოდ ელიტა, მხოლოდ ეს მართველი ელიტა, რომელიც მაშინ იყო გაბარბაშებული. ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეეძლო ევროპაში გადაადგილება. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აიღოს ბილეთი ასე რომ გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი მეგობრებო? ეს შედეგი მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ მეგობრებო. ვინ მოიტანა თავისუფალი ვაჭრობა? დღეს ქვეყანა არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის. დაამთავრდა საუბარი. მე არ მივიღებ არანაირ კრიტიკას რომ ჩვენ რაიმე ძალისხმევას დავაკელით და რაღაც არ გავაკეთეთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მომისმინეთ? ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მივახციეთ იმას რომ ქვეყანა დღეს არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის. განარჩენი პროცესი გრძელდება. მე ერთ რამეს გეტყვით. აუცილებელი არის ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან დიალოგი. ეს უნდა იყოს სოციალური პროცესი. მე გუში მქონდა ძალიან კარგი საუბარი ბატონ ერჩესკისთან, ევროკავშირის ელჩთან. მთავრობას აქვს რა თქმა უნდა დიალოგი ყველას პარლამენტს. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არასორი ახმები და განცდები არ დარჩეთ. დანარჩენის გვაჩვენებს ყველაფერი. კიდევ ვიმეორებ რომ ფოტოზე უნდა ეხავ სტაბილურიდან შენეთქვი. თქოთ რომელიც ამბობს რომ წინასაარჩევნო უნდა ჩამოყალიბდეს საერთო პოლიტიკური სია, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები დაკომპლექტებული, უნდა შეიქმნას ბორდი, რომელიც თავმჯდომარეც მიგუშენდება შემსრულებელი მოადგილეები მოსავი ჯაფარიძე და ამ განცხადებას აკეთებს უცხო პოლიტიკის მოქალაქე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. რა შანსი აქვს კარგი ანეკდოტია. არ ვიცი ამაზე როგორ შეიძლება კომენტარი გავუკეთო სერიოზული, არასერიოზული კაცისგან ნათქვამი რაღაც სასაცილო შემოთავაზება. არ არის საინტერესო, ჩემთვის საინტერესო არის ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს სწორი მიმართულებით განვითარება და ეს გზა არ შეიცვალოს. თეორიულად, აი ჰიპოთეტურად რომ დაუშვათ ვიღაცამ დაუშვას რომ დღეს არ ყოფილიყო, გუშინ არ ყოფილიყო ქართული ოცნება ხელისუფლებაში. პირდაპირ ვთქვათ, რომ ყოფილიყო უკრაინაში ომის დაწყების დროს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი. ან ნიკა გვარამი, ან არ ვიცი ხა ვინც არიან ეს გაუგებარი ადამიანები, ნებისმიერი მათი სატელიტი ხაზარაძე და სხვა. დღეს ქვეყანა შეიძლება აღარ ქონოდა მეგობრებო. გვარამიას ამაზე აქვს თავის პოზიცია დაფიქსირებული. დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, რატომ? პირდაპირ მთელი ძალით ქვეყანა შეიყვანდნენ ომში და დაანგრევდნენ ქვეყანას. ქართული ოცნება, ვიცი რომ არ მოგწონთ ეს თქვამი, რადიკალურ ოპოზიციას და ტელევიზიებს, ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას. ბატონო ირაკლი, მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად მოძრაობა ნიშნავს ომს, გრევას და უბედურებას. უნივერსიტეტში განვითარებული ელექციაზე ახალგაზრდებმა დადეს ფიცით, თუმცა ამოღებული იყოს სარწმუნოება, ანუ ენა, მამული ერთიანობა. რას ნიშნავს ეს როგორ? არ ვიცი, ამაზეც ვერ გავაკეთებ. ამ პერფორმანსებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მე რაც ვნახე კადრები მაჩვენეს კოლეგებმა, ძალიან ბევრი არის იგივე ნაცმოძრაობის ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მათი ლიდერები და მე კიდევ ერთ რამეს გეუბნებით, ერთ წუთი რა, დამთავრებით შეიძლება. მე ყველა ახალგაზრდას მინდა რომ მივმართო, უთხრა რომ ეს არის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს. ისინი არ მიეკუთვნებიან ამა თუ იმ პარტიას. მაგათ ამ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ამ ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი. და არა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ფრთაზე. ამაზე არ მაქვს, მე ეს გავმიჩნე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, ეს არ უნდა გაცდეს გამოხატვის აი ამ ჩარჩოებს და არ უნდა გადავიდეს ძალადობაში. მე აქვე მინდა მადლობა გადაუხადო
ბატონ ვახტანგ გუმილაურს და მთლიანად ჩვენ საამაყო პოლიციას, რომელმაც ძალიან მაგრა, ძალიან ღირსეულად მართა. აი პროცესები. ეხლა არ ვიცი რაღაცები. დიმიტრი სამხარაძემ გააზიარა. ევროკავშირი. მაგერ არის ბატონი დიმიტრი სამხარაძე და გითხეთ. კი ბატონო, უნივერსიტეტის განვითარებულ მოვლენებზე ეხლა ვეცოდი რა. მე ვეკითხები, არ გესმის? ექსპოზიციური პარტია გაერთიანდა და აპირებენ, რომ კოორდინირებულად მეორე მოსმენაზე იყვნენ კოორდინირებულად და როგორ ფიქრობთ, რას აპირებენ, რა გეგმა ექნებათ და რამდენად შედეგიანი იქნება? ოპოზიციის გეგმა, ყველამ კარგად ვიცით, მათი გეგმა და მათი მიზანი არის დესტრუქცია, მეტი არეულობა, შფოთვა და ომი. ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, მოთამაშეები, აქტორები და პოლიტიკოსები, ისინი არიან უნდა თქვათ პირდაპირ სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელნი. მათ არ გააჩნიათ საკუთარი ინტერესი. ჩვენი ქვეყნის ინტერესი არის მათთვის უცხო. ჩვენი ხალხის ინტერესს ისინი არ ცნობენ. და არ მივიღებ მათგან არანაირ კრიტიკას. ეხლა ვინ შეიძლება დღეს მესაუბრებოდეს? აი ნაცმოძრაობის ანუ როგორ შეიძლება მესაუბრებოდეს ევროინტეგრაციაზე? აი ჯალათი როგორ შეიძლება მესაუბრებოდეს დღეს ადამიანის უფლებებზე? დღეს იძალადეს 12 წლამდე უკაცრავად ცოცხებს უყრიდნენ და გუბინკებს და ხრეტდნენ პირდაპირ ახლა ერთად დამთავრებინა. ანუ ზუგდელი ხარ თქვენ. გარემოცა მთელი ჰკრა ახალგაზრდას კითხვას გისვამ და დასმა უზრდელობა არა. უზრდელობა როცა არ მომთავრებინე საუბარს. ხელს მიშვით საქმეა. ამიტომ თქვენ კითხვას მინდა რომ პასუხი გავცე. პარლამენტში უნდა გაიმართოს დისკუსია. იქ არგუმენტები უნდა მოხდეს, არგუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს და ყველა არგუმენტი უნდა იქნას განხილული. საბოლოო ჯამში ეს არის, ხო, პარლამენტ დებატები უნდა მოხდეს და უნდა გაიმარჯვოს საღმა აზრმა. დღეს ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება, ქართული ოცნება. არჩევნები იქნება სულ 6 თვეში, კეთილი ინებონ მოემზადონ არჩევნებისთვის. ელიდეგნას თუ მოусმენთ, ის ამბობს რომ კორუფცია არის ქვეყანაში. ეს საერთაშორისო პარტნიორები არ ბატონო ირაკლი, არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებს საკუთარ ძიმე განცხადებას ამერიკის ყოფილი ელჩი. არ არის თქვენთვის თუდად საქმე. აი, მადლობა შეკითხვისთვის. საუბედუროდ მთელს პოლიტიკურ სპექტრს. აი, ჩვენს ვითომ ამ ოპოზიციას და გაუგებარ ხალხს, რომლებიც მარტოყვირიან და საუბარი არ შეუძლიათ. დავიწყებული აქვს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. სულ აქედან აი ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარი. ვინ მოიტანა ეს ოკუპაცია? კი ბატონო, ვინ მოიტანა ეს ოკუპაცია და ვისი შედეგი არის? ზევდება ოკუპაცია, ეს არის თქვენი პარტიის, თქვენი ხელისუფლების დამსახურება. მათ შემოიყვანეს თქვენ წარმოადგენთ რადიკალურ და აგრესიულ პოზიციაზე ტელეპარტიას. ამიტომ თავარი არის შემდეგი. ოკუპაცია არის თავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის. ერთი თავარი პრობლემა. სამწუხაროდ ქვეყანას აქვს ეს დიდი პრობლემა მოსაგვარებელი. მე არ მესმის დიალოგი, დისკუსია აი ამ თემაზე, როგორ ვაგვარებთ ამ საკითხს და როგორ მივდივარ წინ. კითხვა მინდა დაუსვა ყველას, აი ამ თუნდაც ამ დესტრუქციულ ადამიანებს როგორ წარმოუდგენიათ მათ, აი მათი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ დაკარგა 20% გაუფორმეს პირდაპირ რუსეთს. ჩახოცეს ჩვენი გმირი ბიჭები და რა ვიცი, უბედურე მოუტანეს ქვეყანას. რამდენიმე თვით ამას გინდ. არავით არის შანსი, თეორიული შანსიც კი არ არსებობს დღეს ხელისუფლებაში რომ არ იყოს ქართული ოცნება და ამ ქვეყანაში რომ საერთოდ წარმოუდგენელი იქნება მშვიდობაზე, სტაბილურობაზე ფიქრი. დღეს მშვიდობაა ბატონო. დღეს ქვეყანაში, დღეს მომისმინეთ. სოფელთან ორი ახალი. სოციალური ოკუპაცია არის შედეგი აი უგუნური, სწორედაც ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მართლობისა, რომელსაც ქვიან ნაციონალური მოძრაობა. ორი ახალი ბლოკპოსტია ჩადგმული ბატონო ირაკლი სოფელთან. კი, აგრძელებს ოკუპაციას. ეხლა თქვენ რა მიამიტურ კითხვას მისვათ ეხლა? საზოგადოება გისმით თქვენ. რუსეთს ეხლა დღეს გაიღვიძება კარხასიაზე და დაგიბრუნებს ტერიტორიებს. ასეთი მიამიტი როგორ შეიძლება დღეს ქვეყანაში რომელი მოიძებნოს? ჩვენი პოლიტიკით, ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვით უნდა მოახერხოთ
ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია მეგობრებო. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მეც მინდა ძალიან ბევრი რამე, მეც მინდა რომ დღეს ქვეყანა, დღეს კი არა ძალიან მალე გახდეს ერთიანი, ძლიერი, თავის ძლიერ შეიარაღებით, მათ შორის ბირთვული სახელმწიფოს გახდეს, მაგრამ ეს ხომ არარეალისტურია, დღეს ამაზე საუბარი, ხო არარეალისტურია. ბევრი იდეები გვესვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, ჩვენ უნდა გამოვიდეთ რეალობიდან და შესაბამისად დავიღოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. თავარი თემა არის შემდეგი. ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი უბედურება არ ედოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი იცავს საკუთარ ოჯახს, ოჯახის წევრებს და შვილებს და ოჯახის წევრებს, მშობლებს და ასე შემდეგ, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი. ომისგან და განადგურებისგან და უბედურებისგან. აი ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზოგნავი. ნარად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ეს თქვენი მორიგი დეზინფორმაცია, მორიგი სპეკულაციებია. პარლამენტში არის დებატები, დასკვნები და მიიღებთ პასუხს. ბატონო ირაკლი, სოფელ გვანთან. ბიზინა ივანიშვილის მომისმინეთ მეგობარო, თქვენი სახელი გიორგი. რამე წელს ხართ თქვენ? 22. ძალიან კარგი. ესე იგი თქვენ გახსოვთ მთელი ეს ისტორია როგორ ვითარდებოდა ქვეყანაში მოვლენები. ბიზინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანაში დახარჯული აქვს საკუთარი ჯიბიდან 3 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში. და კაცმა თავი გადადო და ეს საშინელი რეჟიმი მოაშორა, გაანთავისუფლა ჩვენი ხალხი ჩაგვრისგან და უბედურებისგან. ეს რომ არ გაეკეთებინა 2012 წელს დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში ბატონი ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა მეგობრებო. დღეს იქნებოდა ისევ ეს მანიაკი, თქვენი ლიდერი სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა უბედურება, არც უვიზო რეჟიმი გექნებოდა, არც ევროპული ინტეგრაცია, არც სტატუსი. და გექნებოდა განადგურებულ ქვეყანა. აი ამაზე იფიქრეთ. და კიდევ მიმართავ, კიდევ ერთხელ მინდა მიმართო ყველას, რომ ნუ რა ვიცი, მიგქნებოდ ილუზია, რომ ვინმე რაიმეს აქ რამეს მოაწყობს. პატარა გადაცდომა იქნება, ყველა იქნება მკაცრად დასჯილი. ყველას აქვს უფლება კიდევ მეორებ საკუთარი გამოხატვის უფლება და შემდეგ კანონის პარაგრაფში ვიმეორებ, პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება გაიმართოს დისკუსია, დებატები, დანარჩენი ყველაფერი უნდა გადაწყვეტს არჩევნებზე. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობას, მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას. აი ეს კარგად დაიმართება. რა ტიპის კომუნიკაცია შედგა ერთუთი რა. არჩევნებს ეხება და გქონდავს შეიძლება. კელდეგნანი ამბობს რომ მხოლოდ იმიტომ იღებს ამ კანონს. კელდეგნანი აღარ არის ამერიკის ელჩი. დღეს ყავს ძალიან პროფესიონალი, რესეული ქალბატონი ამერიკის ელჩი, ახალი ელჩი და ჩვენ მასთან გვაქვს ურთიერთობა. კელდეგნანი აღარ არის ელჩი და მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვერ გავაკეთებ კომენტარს. ისთან დაკავშირებით რა ტიპის კომუნიკაცია იყო და ინიციატორი ვინ იყო თქვენ შორის და რაზე ისაუბრეთ თუ შეიძლება დეტალები. ხა მოგიყვეთ ორ კაც შორის რაზე ვილაპარაკეთ თუ რა? გითხარით რომ რა თქმა უნდა. მე მგონი ყველაფერი ნათელია. ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს უნდა ვესაუბროთ, დავარწმუნოთ. თუ ასე თქვათ ერთი რამ მინდა კიდევ გითხოთ თუ შეიძლება, აი თქვენი აზრიც მაინტერესებს, თქვენ როგორც მოქალაქეები ხართ თქვენ ყველანი, ხო? საუბარი იმაზე, რომ აი ეს კანონი, ამ კანონის მიღებით რაღაც შეიძლება შეიცვალოს და ასე თქვათ იქნება შემაფერხებელი ბარიერი. ჯერ საერთოდ თქვათ იმაზე, ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს. პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი, ხო? დეკემბერი ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგი ეტაპი ეს არის უკვე გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ წევრი ქვეყანა. ხო ასე ხომ ეთანხმებით? არ არის დღეს კონსენსუსი ამაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. მით უმეტეს ახლა ამდენი პრობლემებია და იცით რომ მთელი დრო დაჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დაჭირდება. და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ბევრ ფაქტორებზე დამოკიდებული, აი ეს შემდეგი ნაბიჯები ასე ვთქვათ. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ რა. თუ იმ დროისთვის როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან რომ
აი თქვავე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებას, გადახედვა, შეეცვლა, ახლის მიღება, ასე ნერვიულო. ყველაფერი არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ საჭიროა გამჭვირვალობა. საჭიროა გამჭვირვალობა. აბა კარგი. თქვენი პოზიცია ისეთი, რომ ამ განცხადებებით ხდება ცეცხლზე ნავთის დასმა. რა? ვერ გავიგე. ლავროვი იწონებენ ამ კანონ პროექტს. ვერ გავიგე რას მიგითხი. ვინ ასხავს ცეცხლზე ნავთს, უცრავად? აი ამ განცხადებებით მე მეგონა გასაგები. აი ამ განცხადებებით მეთქი თქვენ მე მომართავდით რომ მე ვასწავდი. ამ განცხადებებით ნავთს ცეცხლზე. ცეცხლზე ნავთის დასმა. გასაგები. არ ვიცი ხა ვის ინტერესია ეს. ვინ იყენებს ამ განცხადებას? ისევ რადიკალური ოპოზიცია. გადახედეთ ხა თუ რაიმე პატარა კრიზისები იყო, ყოველი განცხადება, ყოველი ასეთი გამონათქვამი შემდგომში იქნა გამოყენებული ისევ ამ რადიკალური ოპოზიციის მიერ. ეს ხო მარტივი გასაშიფრი, მარტივი წასაკითხია. და უბედურება რა შეეცეთ რომ აი ჩვენი უბედურება ჩვენი ხალხი აქ ხალხი ცხოვრობს 300 წლოვანი ისტორია გვაქვს ჩვენი ქვეყანა ვართ. ჩვენ ესე იგი ვარ ჩასაფრებული, რა თქვა რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელმა, რა თქვა შემდეგ ევროპის წარმომადგენელმა, ამერიკის ასე მეგობრებო ვერ განვითარ ვერ წავალ წინ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რაც ჭირდება საქართველოს და რაც ჭირდება ქართულ ხალხს. დღეს ქართულ ხალხს ჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. და ქვეყანას არ ჭირდება ომი და ნგრევა, რომელიც თქვენს პარტიას უნდა რომ მოიტანოს. ბატონო, არ გასცემთ მათ არ უპასუხოთ.